გამარჯობა, თქვენ უყურებთ აი გამოსავალს. აქ ჩვენ საუბრობთ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მიმდინარე მომენტში ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და სპეციალისტებთან ერთად ვეძებთ ამ პრობლემებიდან გამოსვლის გზებს. მე ნინო ბაქრაძე ვარ და დღეს ჩვენი სტუმრები არიან გვანცა ბესელია და ქეთი ცანავა. ორივე მათგანი წლების განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში. ქეთი ცანავა მუშაობდა ასევე საჯარო მმართველობის შესახებ კანონის გაუმჯობესებაზე და ამ რეფორმაზე. დღეს ორივე აკადემიურ საქმიანობას ეწევა. გვანცა ახლა მუშაობს ჯიპას საჯარო მმართველობის სკოლაში. მოგესალმებით, მადლობა აქ ყოფნისთვის. ამ თემაზე, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, რაც ეხება საჯარო მმართველობის კანონში ახლახან მიღებულ ცვლილებებს, საკმაოდ ფართე თემაა, ბევრ ასპექტს მოიცავს და იმისთვის, რომ გასაგები გავხადოთ, ჯერ საერთოდ რა არის ეს საჯარო მმართველობის რეფორმა და ეს კანონი და მთელი ეს კონტექსტი, რაც აქვს ამ ამბავს, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რისთვის იქმნებოდა ეს კანონი, ეს რეფორმა, რა იყო მისი მიზანი, რა გვინდოდა რომ ქვეყანაში როგორი საჯარო სამსახური გვინდოდა რომ გქონოდა და შემდეგ ალბათ უფრო გასაგები და ლოგიკური იქნება გადავიდეთ იმაზე ახლა რა მდგომარეობა ამ ბოლო ცვლილებებით რა შეიცვალა, ვისთვის შეიცვალა ეს ყველაფერი და შემდეგ ვისაუბროთ უკვე რა კონკრეტული ბერკეტები, გამოსავლები ან ალტერნატივები არსებობს ამ პრობლემებიდან, რომ რაღაცა სამომავლოდ ცოტა მთლად ესეთი ძალიან ცუდი მდგომარეობა არ მივიღოთ ქვეყანაში, არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ჩვენი რაღაცა წვლილი შეგვიძლია ამ ფორმით შევიტანოთ. ქეთი, მე მგონი თქვენ შეგიძლიათ უფრო ვრცლად ისაუბროთ იმაზე, რა იყო რეფორმის მიზანი, რახან თქვენ მუშაობდით ამ კანონზეც, მუშაობდით, ანუ იყავით ამ რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და რა გინდოდათ? აი თქვენ როცა ჩაერთეთ ამ რეფორმაში, რა მოტივაციით, რა მიზნებით ჩაერთეთ, რისი მიღწევა გინდოდათ ამ რეფორმით? მოგესალმებით ნინა, მადლობა მოწვევისთვის. პრინციპში ცოტათი რომ გავამარტივოთ მაყურებლისთვის ეს პროცესი, ალბათ კარგი იქნება რომ ჯერ ავხსნათ საჯარო მმართველობის რეფორმა რა არის და ძალიან მოკლედ ვთქვათ საჯარო მმართველობა ზოგადად რა არის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამ სიტყვებს ბევრჯერ გამოვიყენებთ დღეს ამ დისკუსიის ფარგლებში, ხო? საჯარო მმართველობა ყველაფერია და ყველგან არის. ყველაზე მარტივი ალბათ ასეთი განმარტება იქნებოდა და ზოგადადაც აკადემიურ წრეებში ექსპერტებიც ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ნეგატიურ განმარტებას, ხო? ეს ყველაფერია გარდა სამართალს შემოქმედების და მართლმსაჯულების, ხო? და ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. ამას უბრალოდ გვერდს ვერ აუვლით, ხო? ამიტომ და ეს არის ის, რაც ერთ-ერთი საინტერესო განმარტებით საჯარო მმართველობა არის, რაც პოლიტიკას და კანონებს გარდაქმნის კონკრეტულ ქმედებებად და ხშირად აი ამას ყველაზე მარტივი განმარტებისთვის ვიყენებთ, ხო? მაშასადამე არის ყველაფერი ჩვენს გარშემო. ამიტომ როდესაც ამ კომპონენტზე ვსაუბრობთ, ეს არ ყოფილა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებებზე მიბმული, ეს არის აბსოლუტურად ეროვნული პროცესი, ყოველგვარი საერთაშორისო ვალდებულებების გარეშე, თუმცა თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე გახდა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული რეფორმა, რომელიც გვჭირდებოდა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ახლა როგორ დაუკავშირდა, ხო? და მოკლედ რა გზა გავიარეთ და შემდეგ ალბათ ჩავშლით, ხო, თითოეულ მათგანს. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩვენთვის, ხო? იყო ასოცირების შეთანხმება, რაც ყველა ვიცით, რომელშიც არაერთი ვალდებულებაა გაწერილი და რეფორმის მნიშვნელობა, ამ საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობა, რომ კარგად გამოვაჩინოთ, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასოცირების ხელშეკრულების მეოთხე მუხლი აი ამ თემას ეძღვნება და ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ საჯარო მმართველობის რეფორმას ქვეყანაში გაატარებდა, ხო? ეს იყო ალბათ მბოჭავი პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელშიც ჩვენ ესე პირდაპირ ვთქვით და ქვეყანამ აიღო ეს ვალდებულება. ამას მოყვა ძალიან მნიშვნელოვანი უკვე შიგნით ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ხო? და მოყვა პირველ რიგში საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია. ეს არის ზოგადი დოკუმენტი,
რომელმაც დაადგინა პრინციპები. აი თქვენ რაც იკითხეთ, აი როგორი გვინდოდა საჯარო სექტორი ყოფილიყო, აი ზუსტად ეს მონახაზი გააკეთა და ძირითადი საკითხები დასვა, რის რეგულირებასაც ის აი ამ პრინციპების მისაღწევად აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხო პროფესიულ საჯარო მოხელეზე, ნეიტრალიტეტზე და ასე შემდეგ. მაგალითად, კონცეფციამ თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ გავმიჯნოთ ადმინისტრაცია პოლიტიკისგან, ხო? და შემდგომ უკვე კანონმა ამის კონკრეტული რეგულირებები მოახდინა. კონცეფციამ თქვა, რომ მნიშვნელოვანია სტაბილური საჯარო სამსახური. სხვათა შორის, აი ხაზგასმით ეგრეთ წოდებული underline-ით ამ რეფორმის კონცეფციაში წერია, რომ საჯარო სამსახურიო საქართველოში არის კარიერაზე დაფუძნებული და პროფესიული საჯარო მოხელეები დაცულნი არიან პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი საჯარო სექტორის სტაბილურობის გარანტია. ეს არის ხაზგასმული, იმიტომ რომ მაშინაც ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ხო? და აი მსგავსი პრინციპები ხო დაადგინა და შემოიტანა თქვა შეიძლება ეს დეტალები იყოს არ ვიცი რანგირების სისტემა შეფასება მათ შორის განსამ შეიძლება უფრო დეტალურად გითხრას ამასთან დაკავშირებით და ასე შემდგომ ხო ანუ გითხრას სად გვინდა რომ წავიდეთ ამ რეფორმით ხო და მთავარი მაინც აქ იყო სტაბილურობის მიღწევა გამიჯნა ადმინისტრაციის და პოლიტიკის რომელიც ისედაც რთული თემაა ეს არ არის მარტივი საკითხი ხო თავის ბუნებიდან გამომდინარე ამას მოყვა უკვე შემდგომ ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელმაც ნამდვილად დაადგინა პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი შემოიტანა შეფასება. ძირითადად თქვა, რომ მე ვზრუნავ იმაზე, რომ შემოდის ჩემთან მოხელე და ვზრდი და ვცდილობ, რომ შევინარჩუნო და ამას ვაკეთებ კარიერული განვითარების პრინციპებით, ხო? ეს კანონთან დაკავშირებით. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ ყოველთვის ვუყურებდით ევროკავშირის სტანდარტებს. ბუნებრივია, იმიტომ რომ თქვათ მიზანი იყო, რომ დაგვეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნები და ამაზე ძალიან მოკლედ ვიტყვი და შეგვიძლია ინტერესის მიხედვით გავშალოთ, რომ საჯარო მმართველობის რეფორმა რაც ვახსენეთ, 6 ძირითად მიმართულებას მოიცავს, ეს არის პოლიტიკის დაგეგმვა, ეს არის საჯარო სამსახურის რეფორმა, ეს არის სერვისების მიწოდება, ეს არის ანგარიშვალდებულება და საჯარო ფინანსების მართვა. პრინციპში აი ოდნავ უკან რომ დავიწიოთ და ისე შევხედოთ ამ 6 მიმართულებას, სრულიად კრავს იმ თემებს, რასაც სახელმწიფო სტრუქტურა და სექტორი აკეთებს ფართო საზოგადოებისთვის, ხო? იწყებს დაგეგმვით რა გააკეთოს, იქნება ეს ეკონომიკური პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემა თუ ასე შემდგომ. აუცილებლად, აი, ვინ აკეთებს ამ ყველაფერს, ხო, აკეთებს საჯარო სექტორი, ბუნებრივია ჩართულობით, მაგრამ უშუალო განმახორციელებელი გადაწყვეტილების მიმღები ის არის, იყენებს საჯარო ფინანსებს და შესაბამისად ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან იყენებს საჯარო ფინანსებს, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშვალდებული იყოს, აი ძალიან მარტივად რო ახსნათ, ხო? და შესაბამისი მექანიზმები უნდა შემოიტანოს და ამ ყველაფერს აკეთებს რისთვის? იმიტომ რომ სერვისი გასცეს, მოემსახუროს მოქალაქეს და საბოლოო ჯამში, ვთქვათ უზრუნველყოს ეკონომიკური მდგრადობა, საზოგადოების კეთილდღეობა და ასე შემდეგ. ანუ ეს რეფორმა რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არის ყველაფერი, რასაც სახელმწიფო სისტემა, ბიუროკრატია კარგი გაგებით და არა ცუდი გაგებით აკეთებს იმისთვის, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია და ამ ფუნქციებთან იყოს, ვთქვათ, ანგარიშვალდებული და ღია. საჯარო სამსახურის კანონი და რეფორმა ამ 6 მიმართულებიდან არის ერთ-ერთი შესაბამისად მისი მნიშვნელობა, მე მგონი ამითაც დასტურდება. ეს არის ძალიან ზოგადი, ვთქვათ, როგორ დავიწყეთ და რა იყო ამ ყველაფრის მიზანი. ან თქვენ ახსენეთ კარიერაზე დაფუძნებული უნდა ყოფილიყო პოლიტიკისგან, ან პოლიტიკის გავლენისგან დაცლილი 2012 წლამდეც მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა მახსოვს მაშინდელი მთავრობაც როგორ იყენებდა საჯარო სამსახურს თავის პოლიტიკური ინტერესისთვის. მე იდეაში ამ კანონის მიზანიც ეგ იყო, რომ რაღაცნაირად ეს საჯარო სამსახური გამოყოფილიყო პოლიტიკას, აღარ ყოფილიყო ზეგავლენის იარაღი. თუმცა ახლა რასაც ვხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით განსაკუთრებით ისინი, ვინც ბოლო განვითარებული მოვლენების დროს
ამ პეტიციებზე თუ განაცხადებზე ხელმოწერით და ადასტურა რომ ისინი მხარს უჭერენ ევროპის ქვეყნის სვლას უმეტესობა მათგანი უკვე ჩამოაშორეს საჯარო სამსახურს და ისევ მივედით იქამდე რომ აღარც კარიერაზე დაფუძნებული გამოდის ჩვენი საჯარო სამსახური, იმიტომ რომ ბევრი რაღაც შეიცვალა ახლა ბოლოს კანონში ისეთი, რაც ამას ხელს უშლის და ვხედავთ იმასაც, რომ პოლიტიკა არის ბევრი რამის განსაზღვრელი საჯარო სამსახურში. აი ამაზე რომ ვისაუბროთ უფრო ვრცლად, გვანცას ვკითხავ ამ შემთხვევაში, რა მივიღეთ, რა ცვლილებები მივიღეთ ამ ბოლო დროს. მიიღო პარლამენტმა, რომლის უფლებამოსილებაც არის კითხვის ნიშნის ქვეშ, რა ცვლილებები მიიღო და რაზე ახდენს გავლენას ეს საჯარო სამსახურში, რა ვითარება იქმნება საჯარო სამსახურში. მეც მოგესალმებით და მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. ხო, რა ცვლილებები მივიღეთ, მოდით სანამ უშუალო ცვლილებებზე გადავალთ, ახლა ძალიან დეტალურად შეიძლება არ გავშალოთ, იმიტომ რომ ბევრი რაღაც შეიცვალა და ბევრ რამეს უკავშირდება და შეიძლება ცოტა ბევრი დეტალიც გამოიწვიოს ამ ჩვენმა დისკუსიამ, მაგრამ მთავარი პრინციპების დონეზე რო ავხსნათ რა შეიცვალა და რატო ექმნება საფრთხე იმ პრინციპებს, რაზეც ახლა ქეთი მისაუბრა და მათ შორის ზოგადად საჯარო მმართველობის რეფორმას, ერთი რამე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ კარიერული სისტემა რას ნიშნავს, ხო? კარიერულ სისტემას ბევრი კომპონენტი აქვს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადმინისტრაცია, სადაც პროფესიული ნიშნით შერჩეული ხალხი მუშაობს, აუცილებლად მათ უნდა ქონდეთ მუდმივი დასაქმების საშუალება, ეს მუდმივობა უზრუნველყოფს ზუსტად იმას, რომ კონკრეტული პოლიტიკური ცვლილებები არ შეეხოთ მათ და მეორე გარკვეული უფლებრივი გარანტიები უნდა იყოს. ეს თავის მხრივ გულისხმობს პოლიტიკის და ადმინისტრაციის გამიჯვნასაც, ხო? ეხლა ამ ცვლილებებით რა ხდება? ანუ ამ ცვლილებების მიღებით ზუსტად აი ამ პროფესიონალიზმს და ამ სტაბილურობას ექმნება საფრთხე, ხო? თქვენ რაც ახსენეთ, აი 2012 წლამდე ხშირად ყოფილა ეს თემა, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირების გამოყენების ერთ-ერთი იარაღიც და ბერკეტიც, ხო? ანუ არასტაბილური იყო და კონკრეტული ადამიანის მოსვლა წასვლაზე იყო დამოკიდებული, მოკლედ ეს პროფესიული საჯარო მოხელეები დარჩებოდნენ თუ არა სამსახურში, ხო? დაახლოებით იგივე სისტემაა ახლა ამ ცვლილებებით, შემოთავაზებული კი არა და უკვე ამოქმედებული, იმიტომ რომ დეპარტამენტის უფროსები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები გადავიდნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. და ეხლა რატო არის ესეთი ტრაგიკული ეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ხო? იმიტომ რომ ხელშეკრულებაა და რა არაფერი დასაქმების ფორმა შეიცვალა უბრალოდ, ხო? მოკლედ კარიერულ სისტემაში, რადგან როლები ესე გაიყო, რომ პოლიტიკა ცალკეთ ამ პოლიტიკას გულისხმობ, ასე ვთქვათ, პარტიულ პოლიტიკასაც და ზოგადად დიდ პოლიტიკასაც, თორე ეხლა ქეთიმ რაც ახსენა საჯარო მმართველობის მიმართულებებში ზუსტად საჯარო მოხელეები არიან, ვინც ასრულებს ამ პოლიტიკებს, ხო? და აღასრულებს, ამიტომ გვჭირდება პროფესიონალიზმი და სტაბილურობა, რომ განვითარების გზაც არ შეჩერდეს და მე რო წავალ არ იყოს ისე, რომ აღარავინ აღარაფერი აღარ იცის და სხვა რომ მოვიდეს, იმას ვინ აუხსნის, სად მივდიოდით საერთოდ, ხო? იმიტომ რომ ვისაც მიყვებოდით, ის სადღაც წავიდა. რაღაც ესეთი სიტუაცია რო არ ყოფილიყო, ამიტომ არის ეს კარიერული სისტემა პროფესიულ საჯარო მოხელეზე დაფუძნებული. ამიტომ როლები თავისი დასაქმების ფორმებით იყო გამოყოფილი თავის დროზე რეფორმაში და ახალ საჯარო სამსახურში ახალს რატო ვეძახით 2015 წლიდან რაც იყო. ადმინისტრაციაში ასე ვთქვათ, რომლებიც პროფესიული ნიშნით უნდა დანიშნულიყვნენ სპეციალური შერჩევის ფორმა ქონდა, ანუ კონკურსები თუნდა შემოსულიყვნენ ორგანიზაციაში აუცილებლად და ინიშნებოდნენ მუდმივად. ანუ მუდმივად ნიშნავს, რომ მათი გათავისუფლება ძალიან რთული იქნებოდა და რთული უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ კონკრეტული საფუძვლები იყო ამომწურავად ჩამოთვლილი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. ეს იყო პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც იწყებოდა დეპარტამენტის უფროსის ჩათვლით და ქვემოთ. რაც შეეხება მეორე როლს, ეს არის დამხმარე ფუნქციები, რომელიც მუდმივად ან დროებით გჭირდება საჯარო დაწესებულებაში და ამისთვის საჯარო სამსახურს შემოთავაზებული ქონდა შრომით ხელშეკრულება.
ესეც დასაქმების ერთ-ერთი ფორმაა, უბრალოდ არაიმხელა პასუხისმგებლობით, რაც პროფესიულ საჯარო მოხელეებს ჰქონდათ. და მესამე ეს არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც უშუალოდ მიბმული იყო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. იმიტომ რომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირი ინიშნება პოზიციაზე, ან აირჩევა შესაბამისი პროცედურით, მას სჭირდება თავის გუნდი, ხო? და აი ის 2012 წლამდე კანონიერი საშუალებასაც აძლევდა, რომ დეპარტამენტის უფროსებიდან იხსნებოდნენ და თავისი გუნდით დეპარტამენტის უფროსების დონეზე მოდიოდნენ. ანუ ზუსტად ამას შეუშალა ხელი 2015-ში მიღებულმა კანონმა და იმ პრინციპებმა. შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის საშუალება პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თავისი ესეთ პატარა გუნდით მოვიდნენ და ესენი იყვნენ მრჩევლები, თანაშემწეები და ასე შემდეგ, ხო, ვინც შინაარსობრივადაც და ტექნიკურადაც ეხმარებოდა. და აი ამ ცვლილებებით დეპარტამენტის უფროსების და მოადგილეების დასაქმების ფორმად შერჩეული იქნა არაშრომითი ხელშეკრულება, რომელიც მაინც ტოვებდა, ასე ვთქვათ, გარკვეულ პროფესიულობის და სტაბილურობის განცდას. ეს დასაქმების ფორმა, ანუ შერჩეული იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს, რაც ვახსენე უკვე, პირდაპირ მიბმული არის პოლიტიკური თანამდებობის პირზე. ანუ ის თუ გადადგება თავისი ინიციატივით, ან უბრალოდ გაუშვებენ, ან უბრალოდ ვადა ამოეწურება, დეპარტამენტის ყველა, ვინც პოლიტიკური ადმინისტრაციული ხელშეკრულებით არის დასაქმებული, ყველას ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება. ეს უკვე აი სტაბილურ განვითარებას და უფლებრივ გარანტიებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა თუ ახალი მოვავინმე, შეიძლება ვიღაცები დატოვოს, მაგრამ ამ რეფორმის მიზანი ის იყო ზუსტად, რომ ერთი ადამიანის განწყობებზე არ ყოფილიყო დამოკიდებული რაღაც გადაწყვეტილებები, არამედ უფრო სისტემური ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება, ხო, რაღაც პროცესი ყოფილიყო. ჩვენ რაც მოგწონს დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში, რომ იქ საჯარო სამსახურები, ანუ იქ არსებობს სისტემა, რომელიც ემორჩილება რაღაც ქვეყნის ინტერესებს, რაღაც განვითარების გეზს და კონკრეტულ ადამიანებს იქ გავლენის მოხდენის ნაკლები შესაძლებლობა აქვს. ეს იყო ჩვენი მიზანი. კი. მაგრამ რა მივიღეთ? ახლა მივიღეთ ის, რომ ეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებები ნებისმიერ დროს არიან ჰაერში. ასევე მივიღეთ ისიც, რომ გარდა დასაქმებისა და მუდმივობისა, პროფესიონალიზმს და განვითარებასაც, ანუ ასე ვთქვათ, კარიერულ განვითარებასაც და პროფესიულ განვითარებასაც შეეშლება ხელი, იმიტომ რომ არ მგონია, რომ ესე ანუ მოკლედ იმ პოზიციაზე, სადაც გარანტიები არ არსებობს, ვინმეს ქვედა, ასე ვთქვათ, კარიერული საფეხურიდან ასვლა მოუნდეს, ხო? ანუ ეს ნიშნავს, რომ იქ მუდმივად იქნება ცვლილება. მუდმივად ცვლილება ნიშნავს, რომ ინსტიტუციური მეხსიერება არ არსებობს, კომპეტენციები არ რჩება საჯარო სექტორში და ხდება ისედაც ხდებოდა გადინება და ეხლა უფრო მარტივია და შესაბამისად, რადგან მენეჯერული რგოლი არ არის სტაბილური, ქვედა რგოლიც არ არის გარანტირებული, რომ მარტივად შეინარჩუნებს თავის პოზიციას, ხო? ანუ ეს ერთი საკითხი და მეორე მივიღეთ ასევე ის, რომ უფლებრივი გარანტიები, რომელიც კარიერული სისტემისთვის მნიშვნელოვანია, იქაც გარკვეული ესეთი ხარვეზი არ არის ესაც, მოკლედ სერიოზული პრობლემებია ამ ცვლილებებით. და ერთ-ერთი ყველაზე ასეთ გახმაურებული საკითხი ამ ცვლილებებთან ზუსტად ეს რეორგანიზაციებია, ხო? წინა ვერსია კანონის რეორგანიზაციების შემთხვევაშიც გარკვეულ გარანტიებს დებდა, იმიტომ რომ რეორგანიზაციის შემთხვევაში გათავისუფლება შეიძლებოდა მხოლოდ თუ ჩემი შტატი აღარ იყო. ანუ ცალსახად ეწერა, რომ შტატი თუ შემცირდა, ამ შემთხვევაში იწყება ის მობილობა, ხო? ანუ კიდევ ერთხელ სისტემა აძლევდა საშუალებას ამ შემცირებულ მოხელეებს, რომ სისტემაში მოეძებნათ ადგილები ტოლფასი ან დაბალი, ხო? ახლა ამ ცვლილებებით ეს გარანტიაც არ არსებობს და კიდევ უფრო შორს წავიდნენ და რეორგანიზაციის შემთხვევაში თუ კი დაუშვათ მობილობა შეუძლებელი იქნებოდა კომპენსაციებს თუ ვუხდიდით 3 თვიანს, ასეთ შემთხვევაში ესეც აღარ არის კანონში, ამ კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაში თუ სასამართლო იტყვის, რომ ნამდვილად უკანონოდ გაგანთავისუფლეს, ხო? აი სასამართლოსაც მივადექით, მანდ არის კიდევ გასაჩივრების ნაწილიც, რომელიც შეიცვალა, ხო? ხო, გასაჩივრების ნაწილში შეიცვალა ის, რომ თუ გაასაჩივრებს პროცესი არ ჩერდება, ეს იყო ისედაც ასე. უბრალოდ მანდ არის იყო შესაძლებელი მაგალითად, რომ
თუ კონკურსს დაიწყებდნენ იმ ვაკანტურ პოზიციაზე, კონკურსი ან ნებისმიერი მოქმედება შეუჩერო ადმინისტრაციულ ორგანოს, ეს შესაძლებელია. მაგრამ ახლა რეორგანიზაციების შემთხვევაში არის ის, რომ ცალსახად წერია, რომ რა გადაწყვეტილებაც, მაგალითად, სასამართლომ რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უკანონო ნოტარი გათავისუფლებული, ის იმ თანამდებობაზე არ აღდგება. ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდება. ესეთ შემთხვევები სადაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ სისტემაც ცდილობდა გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ ეხლა აღარცვალდებული აღარ იქნებიან, რომ აღასრულონ. დიახ. კი ბატონო, ჩვენ ანუ ხედავთ ახლა რომ ეხანაც ვახსენე რომ ბევრი პოსტი ხდება Facebook-შიც ისეც გვესმის რომ საჯარო მოხელეებს, საჯარო მოსამსახურეებს ათავისუფლებენ სამსახურებიდან. რამდენად შორს მიმავალია ეს ტენდენცია, ანუ სადამდე გაგრძელდება, რა რესურსი არსებობს რომ გაათავისუფლონ ხალხი. რამდენად გაუძლებს ამას ჩვენი საჯარო სამსახურები და რა რეალობის წინაშე დავდგებით თუ ეს ტენდენცია ამ ფორმით გაგრძელდება? ალბათ ძალიან რთული იქნება ზუსტად პროგნოზირება, ძალიან მე გამიჭირდება პროგნოზირება, იმიტომ რომ შეიძლება სრულიად შეიცვალოს მოულოდნელად ეს ტენდენცია, ან პირიქით გაგრძელდეს. რამდენად ეყოფა რესურსი საჯარო სექტორს, თუ კი ასე გაგრძელდა, კონტრკითხვა იქნებოდა გააჩნია რისი გაკეთება უნდა საჯარო სექტორს, ხო? თუ კი ვთქვათ ფუნქციურად, მიზნობრივად ნიშნულოვნად დაიწევს, ვთქვათ, მიზნები შემცირდება, იგივე პროგრამები, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებთან ასე შემდეგ, შესაძლოა უფრო ნაკლები ადამიანური რესურსით და კაპიტალითაც შენ გაძლო რაღაც პერიოდის განმავლობაში. თუმცა სამომავლო და გრძელვადიან პერსპექტივაში უკვე მნიშვნელოვანი იქნება ხარისხობრივი შეფასება სავარაუდოდ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენთვის გვანცამე მგონი დისკუსიაზე ამბობდა ცოტა ხნის წინ, რომ ერთია ვთქვათ, ჩვენ გვქონდა ისედაც გადინება, რომელიც რაღაც პროცენტ ჩნდებოდა, მაგრამ შემდეგი ეტაპი იყო დავკვირვებოდით, რომ ამ გადინებაში ხომ არ იყო ძალიან კარგი კადრები ხომ არ მიდიოდა. იმიტომ რომ თუ ასე იყო, მაშინ ის ასე ვთქვათ პროცენტული მაჩვენებელი, რაც წესით ნორმა იყო, საგანგაშო იქნებოდა, იმიტომ რომ ვიტყოდით, რომ საუკეთესოები რატომ გვტოვებენ. ეს იქნებოდა კითხვა, ხო? ამიტომ ბევრი რაღაც ახნაგოვანი თემა, პროგნოზირება ალბათ ძალიან რთულია, მაგრამ ეს არის ძალიან მასშტაბური სექტორი, საკმაოდ დიდი სექტორი. ყველა პატარა წვრილი კომპონენტით და მართალია ამ დისკუსიების განმავლობაში ბოლო პერიოდში ყურადღება მახვილდება პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოადგილეებზე, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ რაც გვანცა მისაუბრა ერთ-ერთი ცვლილება პირდაპირ მათ შეეხო, თუმცა აბსოლუტურად ყველა რგოლი თანაბრად მნიშვნელოვანია, ხო? აი მე პირადად სტაჟირებიდან დავიწყე და ყველა შესაძლო ეტაპი გავიარე და კარგად მესმის ყველა რგოლში, ყველა ეტაპზე რისი ცვლილების შესაძლებლობა აქვს მოხელეს. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ეს კიდევ უფრო ფართო თემა, რომელიც საბოლოო ჯამში განსხვავებულ სურათს შეიძლება გაძლევდეს იმასთან დაკავშირებით, აი როგორი გინდა, ხო? რო გქონდეს საჯარო სამსახური და უფლებრივი გარანტიები, რომ მინდა გამოვეხმაურო, განცეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩანაწერებიც გვაქვს ამასთან დაკავშირებით, შესაბამის ოფიციალურ დამტკიცებულ მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტებში, რომ ამ სისტემაში აკვანის დროს გარანტიები და გათავისუფლების დროს გარანტიები იყო ყველაზე კრიტიკული. და ეხლა განცამ რაც ცვლილებებზეც ისაუბრა, ეხება ზუსტად აკვანის დროს სამართლებრივ გარანტიებს, იმიტომ რომ მე შემიძლია პოლიტიკურ თანამდებობის პირმა მივიღო გადაწყვეტილება, რომ თქვენ აგიყვანთ და ამისთვის არ დამჭირდება და ვალდებული არ ვიქნები, რომ გამოვაცხადო გამჭვირვალე კონკურსი და უფლებრივი გარანტიები უკვე შეისყუდა, ხო, ძალიან დიდი წრის და როდესაც გათავისუფლება დამჭირდება თქვენი, ასევე შემიძლია რომ ეს უმტკივნეულოდ გავაკეთოთ, რაც ნიშნავს, რომ ანუ მთელ ციკლს შეეხო და ვერ ვიტყოდით, რომ მარტო ერთ რაღაც მოვლენას პატარას, ხო? და ეს ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ამ კატეგორიის მოხელებისთვის არის ის, რომ ვისაც დიდი გამოცდილება, ვთქვათ, წლების გამოცდილება გვაქვს საჯარო სექტორში, კარგად ვიცით, რომ აი ეს რანგი არის ყველაზე ახლო რეალურად გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ყველაზე მეტად ზუსტად ამ რანგს შეუძლია რომ იყოს კრიტიკული, იყოს ღია, მოახდინოს დადებითი გავლენა იმაზე, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ მაღალი თანამდებობის პირები, ხო? და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ
თავიდანვე ჩანაფიქრიც ესეთია, ხო? ძალიან ბუნებრივი, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები ინიშნებიან პოლიტიკური ნიშნით. საჯარო მმართველობა არის უწყვეტი, მიუხედავად იმისა, სად არის რომელი პოლიტიკური პარტია მართავს, ხო? და ზუსტად ამის შეხმიანება იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულებაც, იმიტომ რომ განმარტებებში ვამბობდით, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს აქვთ ორგვარი ფუნქცია. ერთი არის სუფთად პოლიტიკური, იმიტომ რომ მათ უნდა განახორციელონ პოლიტიკური ფუნქციები, ეს ძალიან ბუნებრივია, მაგრამ ისინი ასევე შედიან მმართველობით ფუნქციაში. და ზუსტად აი მმართველობით ფუნქციისთვის მათ ყავთ საჯარო სექტორი, სრულიად მიუკერძობელი, კარიერაზე დაფუძნებული და პოლიტიკური ფუნქციების მხარდაჭერისთვის ყავთ ადამიანები, რომლებსაც ენდობიან, რომელთაც კონკრეტული ექსპერტიზა აქვთ, დროებით შეუძლიათ რომ შემოვიდნენ, გავიდნენ და ასე შემდეგ და ეს იყო რჩევლები, კი ბატონო. ძირითადად მაინც გამოიყენებოდა ასეთი ტიპის ხელშეკრულებები, მე რამდენადაც მახსოვს რჩევლებისთვის, გამოიყენებოდა თანაშემწეებისთვის, კიდევ ასე შეგვიძლია დავამატო. ძირითადად ეს ორი წრე იყო, ხო? მათ შორის შეიძლება ყოფილიყო არაქვეყნის მოქალაქე, ეს ექსპერტი ყოფილიყო და ეს გაძლევდა მოქნილობას, ხო? იმიტომ რომ ბალანსი იყო საჭირო. თუ შექმნის საჯარო სექტორს, რომელიც აბსოლუტურად მხოლოდ სტაბილურობაზე აბსოლუტურად არ სურს, გარყევა და ოდნავ მაინც გახსნა კარის, ეს ვერ იქნება დადებითი, რაოდენ ბევრადაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ სტაბილურია, ხო? ამიტომ მოქნილობა ძალიან აი ზუსტად ამას მინდა, ამ ხას მინდა რომ გავყვეთ იმ კუთხიდან თუ რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები საჯარო სამსახურში დამდგარი ეს ცვლილებები უკვე მოქალაქეებზე, იმიტომ რომ ადამიანებს ხანდახან ანუ რიგით მოქალაქეებს ძალიან უჭირთ თავის დაკავშირება იმ პოლიტიკურ თუ საკანონმდებლო პროცესებთან, რაც ქვეყანაში ხდება და ხშირად ვერ აბამენ კავშირებს ახლა რო ეს ცვლილება მივიღეთ, თქვათ ხვალზე, ეს ჩემზე როგორც მოქალაქეზე რა გავლენას მოახდენს. აი აქ მე მგონია რომ ძალიან ცხადია რა გავლენასაც მოახდენს, მაგრამ რომ განვმარტოთ მოქალაქეებისთვის, ისინი რას ნახავენ ხვალ და ზეგ, როცა საჯარო სამსახურში ეს ცვლილებები სრულად შევა ძალაში და შედეგებიც დადგება. ცოტა იუმორით რო ვთქვათ, სხვადასხვა ადამიანები შეიძლება ნახოთ, როცა მივლენ სერვისის მისაღებად, ხო, რაღაც მომსახურების მისაღებად, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა ადამიანებს გულისხმობ, შეიძლება უბრალოდ გუშინ ვინც მუშაობდა, დღეს აღარ მუშაობდეს, იმიტომ რომ აღარ არის საჭირო მისი მუშაობა, იქან ვიღაც კონკრეტულმა ადამიანმა ესეთი გადაწყვეტილება მიიღო. ერთი სანამ უშუალოდ რა გავლენას მოახდენს მოქალაქეებზე, ამას ვიტყვით, მინდა რომ გამოვეხმაო, რომ კეთის შერჩევის კონტექსტშიც და გათავისუფლების კონტექსტშიც, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის პროცედურა, რაც მერე აისახება მოქალაქეზე, ხო, იმიტომ რომ საჯარო მმართველობა მართლა ყველგან არის, სადაც კი მოქალაქე არის. ანუ ეს ადამიანები, ვიზეც დღეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ეს ცვლილებები გავრცელდა, არიან ყველგან მოქალაქესთან. ეს იქნება დაბადების მოწმობის გაცემა, თუ რა ვიცი, გარდაცვალების მოწმობის გაცემა, თუ რა განათლების და შუაში რაც ხდება ყველაფერი, მოკლედ მთელი ჩვენი ცხოვრების ციკლი უკავშირდება საჯარო მმართველობას და მთელი ჩვენი ცხოვრების ციკლის განმავლობაში ურთიერთობა გვაქვს საჯარო მოსამსახურეებთან, ხო? ამიტომ ნებისმიერი უსამართლო რყევები, რომელიც საჯარო მოსამსახურეებს დაუკავშირდება, გავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, იმ მომსახურებებზე, რომელიც მე როგორც მოქალაქემ უნდა მივიღო, ხო? იმიტომ რომ სავარაუდოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება პროფესიონალიზმიც, კომპეტენციებიც, მით უმეტეს თუ გადინებაზე ვისაუბრებთ და თუ ამ გადინების მაჩვენებელი მაღალი იქნება, მაღალი შემსრულებელი, ასე ვთქვათ, საჯარო მოხელეების მხრიდან, შესაბამისად დაეცემა მომსახურების ხარისხიც, შეიძლება ბევრი იყოს ესეთი პროცედურული გაურკვევლობა, ხო, ისედაც არ იყო დიდად განჭვრეტადი საჯარო სამსახური მოქალაქისთვის, რომ აი მე რომ მივალ ერთ უწყებაში, იქვე მოვაგვარებ თუ არა საქმეს, მაინც და მაინც ნათელი არ იყო ხოლმე აქამდეც ხო მაინც ბიუროკრატიული აპარატია, იმან შეიძლება სადღაც გადამამისამართოს, იმან შეიძლება სადღაც გადამამისამართოს. ამიტომ ეს შეიძლება ესე გაურთულდეს მოქალაქესაც. და ეს უკავშირდება ზუსტად აი მიღების და გათავისუფლების გარანტიებსაც, ხო? ჩვენ თუ ვამბობთ, რომ დეპარტამენტის უფროსები, ანუ ეს შუარგოლი, ხო, მმართველობის შუარგოლი არიან დამოკიდებული პოლიტიკური თანამდებობის პირზე, ეს შუარგოლი ირჩევს იმ ადამიანს, ვინც მერე მოქალაქეს უნდა მიაწოდოს კონკრეტული
რაღაც დოკუმენტი, ხო? ან რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, რა პროფესიონალიზმის და ღირებულების მატარებელიც იქნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, დიდი ალბათობით, მიუხედავად იმისა, რომ დაბალ რანგებზე კონკურსი გამოცხადდება სავარაუდოდ, გასაგებია ხა შეარჩევს ზუსტად იგივე ღირებულების და კომპეტენციის მქონე ადამიანს, ხო? ამიტომ შეიძლება ახლა ამ წუთას ეს ცვლილებები მხოლოდ დეპარტამენტის უფროსებს და მოადგილეებს შეეხო, ესე აშკარად და პირდაპირ, მაგრამ ეს ადამიანები მიიღებენ მერე გადაწყვეტილებებს სხვადასხვა პროცესებთან მიმართებაში, მათ შორის იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც უშუალოდ მოქალაქეს დაუკავშირდება, ხო? არ ვიცი, რაღაც წერილზე პასუხი, დახმარება, კონსულტაცია, დოკუმენტი ლიცენზია, ნებართვა, არ ვიცი, ყველაფერი, რაც კი უკავშირდება საჯარო მმართველობას, მიიღებენ ის ადამიანები, ვისაც შეარჩევს კონკრეტული კომისია, სადაც იქნებიან პოლიტიკური ნიშნით შერჩეული დეპარტამენტის უფროსები. ხო, ესე ზოგადად შეგვიძლია ესე ქონდა რეგულირება, რომლის მიხედვითაც დაწესებულების ხელმძღვანელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ კონკურსის პროცესში მონაწილე. ხო, ეს ახლა კი ბატონო ეს, მაგრამ შეიძლება რომ მის მიერ დანიშნული პირველი რანგის ან მისი მოადგილე იყოს, რაც ნიშნავს, რომ თუ ეს რანგი არ არის კარიერული საჯარო მოხელე და პროფესიული საჯარო მოხელე, ის ფაქტობრივად წარმოადგენს, ხო, დაწესებულების ხელმძღვანელს. და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ვთქვათ, რომ აი ისეთი სცენარიც რომ ავიღოთ, რაღაც მაქსიმალური ობიექტურობა რომ გამოვიჩინოთ და ვთქვათ, რომ არავინ არ გამოიყენებს ამას არასწორად, ხო, როგორი ცვლილებებიც გვაქვს დღეს, არავინ გაითვალისწინებს თქვათ პოლიტიკური ნიშნით და სხვა ნიშნით შეხედულებებს. აი ამ სცენარითაც რომ წავიდეთ და ვთქვათ, რომ არავინ არავის გაუშვებს, თავის არსებული ჩანაწერები, რომელიც უბრალოდ გაძლევს საშუალებას, რომ ერთ დღეს, როდესაც ამის საჭიროება დადგება, ეს გააკეთო, აი ეს არის პრობლემური, ხო, ყველაზე მეტად და ჩვენ აი დასაწყისში რაც ვთქვით, რომ ევროინტეგრაციის ნაწილი იყო თითოეულ პუნქტზე ჩვენ ახლა რასაც ვსაუბრობთ, არსებობს ევროკავშირის საჯარო მმართველობის სტანდარტები, ხო? გაწერილი აბსოლუტურად სახელმძღვანელო დოკუმენტი თავის ინდიკატორებით და ასე შემდეგ და თითოეულ თემაზე ხა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, სრულიად საპირისპირო სტანდარტს ითხოვს, ხო? მაგალითად ითხოვს, რომ ნაკლები იყოს ჩარევის შესაძლებლობა, ხო, გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან, მაქსიმალურად ობიექტური იყოს შერჩევა, მაქსიმალურად ხანგრძლივი იყოს მაგალითად შეფასება, რომლის შედეგადაც გავათავისუფლებთ პროფესიულ საჯარო მოხელეს, ხო? ვცადოთ რამდენჯერმე და შემდგომ გავათავისუფლოთ და ასე შემდეგ. სხვა მათ შორის რეორგანიზაციაზე, აი მაგალითად რეორგანიზაციაზე ევროპული სტანდარტი და მოთხოვნა ჩვენს მიმართ არის ის, რომ რეორგანიზაცია ეფუძნებოდეს ფინანსურ ეკონომიკურ ორგანიზაციულ ანალიზს, ხო? და დეტალურად არგუმენტირებულად ამბობდეს, რატომ გახდა საჭირო რეორგანიზაცია, იმიტომ რომ ბუნებრივად რეორგანიზაცია საჭიროა, ამას ვერ ვუარყოფთ, რომ ამის საჭიროება არ დგება, ხო? მაგალითად და აი მაგალითები შეგვიძლია განვიხილოთ, რომ მთავრობის სტრუქტურის ცვლილება თავისთავად იწვევს საჭიროებას, ხო, რეორგანიზაციის ან მაგალითად კონკრეტული ფუნქციის მოძველება, ან აი მაგალითი შეიძლება იყოს ბოლო პერიოდში ტექნოლოგიურად მნიშვნელოვანი განვითარება, ხო, როდესაც უკვე გადაიხედა რაღაც და შენ ვეღარ აკეთებ იმას, შენს ფუნქციას, თქვა ვერ ასრულებ, როგორც ეს აქამდე იყო. ან ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა ყველა ამ შემთხვევაში და საფუძველში ჩვენ გვეუბნებიან, რომ საჭიროა, რომ იყოს საფუძვლიანი ანალიზი, ეს იყოს აბსოლუტურად ღია პროცესი, ბუნებრივია სტანდარტები ამბობს, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს კადრების შენარჩუნება, გადანაწილება მათი კომპეტენციების შესაბამისად და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ თუ კი ვთქვათ პროფესიული საჯარო მოხელის კომპონენტი, მათ შორის შეფასება ახალი იყო და შედარებით ხარვეზიანი, მაგრამ მაინც ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ეს სხვა კომპონენტები თუ კი იყო ამ კანონის ძლიერი მხარე, ვერ ვიტყოდი იგივეს რეორგანიზაციაზე, იმიტომ რომ მაინც მგონია, რომ ეს იყო რაღაცნაირად მოტოვებული თემა, რომელიც გამოიყენებოდა ხოლმე სხვადასხვა გარემოებაში კონკრეტული პირების მიმართ, ხო? მაგრამ უბრალოდ იყო ეს დროში გაწელილი, შედარებით რთული, აქ შემოდიოდა სასამართლო და ასე შემდეგ. გარკვეული ჩამკეტი მექანიზმები არსებობდა, ხო? მაშინ როდესაც ახლა უფრო უბრალოდ ძალიან მარტივია. ჩემთვის ეს რეორგანიზაციასთან მიმართებით ეს შეიძლება რომ ითქვას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რას უნდა შევესაბამებოდეთ წესით, თქვათ, როგორია სტანდარტი და ესეც არ არის, ხო?
ჯერ 2-4 ამას განვიხილავდით, ყველა ქვეყანა თავისი კონტექსტის მიხედვით აკეთებს ამას, თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თუ ასე შემდეგ, ხო? ამიტომ გავლენები რა თქმა უნდა დიდია ამ შემთხვევაში და უბრალოდ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ სფეროში გვაქვს სახელმწიფო დოკუმენტები, რაც შესაძლოა რომ ყოფილიყო რაღაც მაღალი სტანდარტის დადგენის შესაძლებლობა. ახლა მივადექით ყველაზე საინტერესო ნაწილს ამ პოდკასტისთვის, გამოსავალს. და ყველაზე რთულსაც ალბათ, ხო? ამ გამოსავალს რამდენიმე კომპონენტი აქვს ჩემი აზრით, მაგრამ დავიწყოთ იმით, რა ბერკეტები აქვთ თვითონ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ახლა, თუ შერჩათ რაიმე ბერკეტი ხელში, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ თუნდაც ამ კანონის უარყოფითი გავლენისგან თავის დასაცავად, ან შემდეგში თუ გათავისუფლდებიან, რა შეუძლიათ გააკეთონ, ან გათავისუფლებამდე რა შეუძლიათ გააკეთონ, როგორ ფიქრობთ? ხო, გამოსავლებზე რთული იქნება ეხლა საუბარი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, მაგრამ ყველაფერი გაკეთება. წარმოვიდგინოთ. ხო, მაგრამ ახლა კონკრეტულ კითხვას რომ უპასუხო, ახლა რაც რჩებათ საჯარო მოხელეებს ისევ უფლების დაცვის გარანტიების და ამ ჭრილში მოკლედ უფლების დაცვის ჭრილში არის ის, რომ არსებობს შესაძლებლობა თუ კი ეს დისკრიმინაცია და დისკრიმინაცია განსხვავებული მოსაზრებების გამო შევიწროვება დევნა სამსახურიდან გათავისუფლება თუ ხდება შესაძლებელია სახალხო დამცველს მიმართონ, მას აქვს მსგავსი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილი, უბრალოდ სარეკომენდაციო რა თქმა უნდა და მსგავს საკითხებზე მას აქვს ნამსჯელი. გვყავს ასევე შრომის ინსპექცია, რომელიც შრომის პირობებს და შრომითი, ასე ვთქვათ, უფლებების ჭრილში შეუძლიათ რომ მას მიმართონ მოხელეებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ ვიცი როგორი იქნება მათი რეაგირება და რა თქმა უნდა ყოველთვის რჩება სასამართლო, სადაც შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და დაველოდოთ სასამართლოს პრაქტიკასაც. იმიტომ რომ აქამდე საკმაოდ საინტერესო პრაქტიკა გქონდა, თითქმის უმრავლესობა შემთხვევების მთავრდებოდა დასაქმებულის გამარჯვებით, ყოველთვის ხშირად, უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო მათ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა ახლა არ ვიცი ამ ახალი ცვლილებების პირობებში ჯერჯერობით პრაქტიკა არ გვაქვს და ამიტომ არ ვიცი როგორი პრაქტიკა იქნება, მით უფრო რომ მათ გადაწყვეტილებასაც აღარ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მაგრამ სასამართლოსთვის მიმართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია უფლების დასაცავად და ალბათ ის რაც ჩვენს საჯარო სამსახურს სამწუხაროდ არ ახასიათებდა აქამდე ეს არის ერთმანეთის დანახვა მოკლედ და რაც გულისხმობ ერთმანეთის დანახვაში ანუ ის საჯარო მოხელეები რომლებიც მზად არიან ამ თავისი უფლებთ არა მარტო თავისი სხვათაშორის თავისი კოლეგების მომავალი კოლეგების ზოგადად საჯარო სამსახურის რეპუტაციისთვის გარკვეული წვლილი შეიტანონ იბრძოლონ სასამართლოში სარჩელები შეიტანონ კოლეგების უფლებები დაიცვან აი ამ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა დაინახონ და ამისთვის არსებობს მაგალითად გაერთიანებები ხო ანუ ესეთი გაერთიანებები აქამდე არ ქონია ეგრეთ წოდებული პროფკავშირები ხო რა ანუ პროფკავშირების ფორმალურად მე მგონი მეტნაკლებად ყველა უწყებას ქონდა თავისი შიდა ადრე იყო ხოლმე წლების წინ ეს რაღაცა კულტურასავით რომ პროფკავშირი უნდა ყოფილიყო დაწესებულებებში ოღონდ ძირითადად აი სკამისად დავდგათ და ყვავილისად მოუხდება ნუ მე ესეთი გამოცდილება მაქვს ამიტომ ვერ განვაზოგადებ საჯარო სამსახურს გულისხმობ და არა სხვა პროფკავშირებს და მაგრამ ნუ პროფკავშირები სადაც მოხელეები შეიძლება გაერთიანდნენ სხვა, ასე ვთქვათ, კოლეგა მოხელეების უფლებების დასაცავად, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. და არის ესეთი ჩანასახიც, ხო, გვაქვს უკვე გაერთიანება მსგავსი. ეს არის ალბათ ეხა აი ეს მოკლევადიან გეგმაში მე რასაც ვხედავ. შეიძლება უფრო დიდი დისკუსიის თემა თუ გახდება ეს გამოსავლები და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გახდეს. შეიძლება სხვა ახალი იდეებიც გამოჩნდეს, რასაც მე ვერ ვხედავ ეხა, იმიტომ რომ მაინც ჩაკეტილი ვარ იმ მსჯელობებში, რაც მე მაქვს და რა ინფორმაციასაც მე ვფლობ, მაგრამ შეიძლება რაღაც ცოტა უფრო ისეთი არაორდინალური გამოსავლებიც არსებობს. მიცეთ იდეებს. ხო, მიცეთ იდეებს. კი.
იცით არის ძალიან ერთს დავამატებდი კიდე რომ ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის ფუნქცია კარგად ესმოდეს სექტორის შიგნით მყოფ ადამიანებს და ფართო საზოგადოებასაც. ეს იქნება ალბათ ეს არის გაკვეთილი შეიძლება ესე ვთქვათ, რაც მე მგონი ამ პროცესებმა მოიტანა, იმიტომ რომ აი როდესაც საუბრობთ მაგალითად ადმინისტრაციის და პოლიტიკური ნაწილის გაყოფაზე, ამაზე საკმარისი არ არის ცოდნა, ეს არ არის გამჯდარი საჯარო სექტორის კულტურა. თავად სექტორშიც ესე ვიტყვით. დარწმუნებული ვარ, რომ უდიდეს ნაწილს ეს კარგად ესმის, თუმცა ეს არ არის კულტურის ნაწილი, მაინც ესე მგონია, განსაკუთრებით საზოგადოებაშიც მათ შორის, ხო? და ალბათ სამომავლოდ რაღაც შეცდომებზე სწავლის პროცესში ეგ იქნება მნიშვნელოვანი. ეგეც იქნება ჩემი კითხვა, მაგრამ მანამდე მინდა თქვენ გკითხოთ, ანუ ალბათ ამ პრობლემიდან გამოსulis ტვირთს მთლიანად საჯარო მოხელეებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს ვერ ავკიდებთ და რაღაცა საზოგადოებამაც უფრო ფართო ჭრილში საზოგადოებას გულისხმობ თავისი როლი უნდა ითამაშოს. რაღაცეები ალბათ ჩვენი გასაკეთებელიც არის მედიის, რაღაცეები სამოქალაქო აქტივისტების, რაღაცეები არასამთავრობო სექტორის. თქვენ აი მაგალითად რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია თუნდაც მედიის მიმართ, რა შეუძლიათ ჩემმა კოლეგებმა გააკეთონ, რა შეუძლიათ აქტივისტებმა გააკეთონ, რა კონკრეტული მოთხოვნები შეიძლება დავაყენოთ, თუ ინფორმაციის საჯაროობას მეტად შევუწყოთ ხელი, თუ დისკუსიები წავახალისოთ, თუ აი რა უნდა ვქნათ პროფესიონალები და სპეციალისტები როგორ ხედავთ სხვადასხვა სეგმენტის როლს ამ პრობლემის გადაჭრაში. მე მგონია რომ ალბათ ყველამ თავისი პლატფორმა და შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად. ალბათ რაღაც headline-ების და სათაურების ეტაპზე არ უნდა დავრჩეთ და ცოტა მეტი დისკუსია უნდა არსებობდეს ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ და უპასუხოთ კითხვებს ალბათ, ხო? ზუსტად აი პოლიტიკისგან დაცლილად, ადმინისტრაციულ ნაწილში, ექსპერტების ნაწილში, ხო? და მაქსიმალურად მარტივად ავხსნათ, რას ნიშნავს, ხო? აი როგორც თქვენი კითხეთ, რა გავლენა შეიძლება ქონდეს მოქალაქეზე და მარტივად შეიძლება აიხსნას, რომ ყველაფერი, რასაც საბოლოოდ მოქალაქე იღებს სახელმწიფოსგან და რასაც ჩვენ საბოლოოდ კანონის უზენაესობას ვუწოდებთ, ხო, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მასწავლებელი ხართ თუ ექიმი პირობითად. აი ამას რომ ეხება, ეს შეგვიძლია უბრალოდ რომ მარტივად ავხსნათ, ხო? და მეტად მივცეთ მათაც შესაძლებლობები, რომ იკითხონ, ხო, ფართოს დაინტერესებულ ჯგუფებს ან დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ამ დისკუსიის ნაწილი იყვნენ კითხვებით დასვან, იმიტომ რომ ყველა არ არის ვალდებული, რომ იცოდეს, თქვათ, რაზე ვსაუბრობთ, ხო? და ყველას შეიძლება არ ქონდეს ინფორმაცია, რას აკეთებს ეს სექტორი, მაგრამ ალბათ აქეთ ამ ხარის ყველა ჩამოთვლილის, რაც თქვენ თქვით, ნინო, ეგ პასუხისმგებლობაა, რომ ავხსნათ და მაქსიმალურად მივიტანოთ ეს ინფორმაცია. და აი ჩემი ბოლო კითხვა ეს შეიძლება მე თქვენ თქვათ დამატება გინდოდეთ ისეთი რაღაცის, რაც გამოგრჩა და მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მაინტერესებს რომ განვიხილოთ ის კარგი სცენარი, სადაც პოლიტიკური ვითარება დაალაგდა, ქვეყანა დაუბრუნდა ევროკავშირისკენ მიმავალ გეზს. ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ იმისთვის, რომ საჯარო სამსახური გახდეს ისეთი, რასაც მართლა ითვალისწინებდა რეფორმა, ანუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ გახდეს მართლა პოლიტიკისგან დაცლილი, დამოუკიდებელი, კარიერაზე დაფუძნებული, სტაბილური და უფრო ეფექტიანიც, იმიტომ რომ წარსულ წლებში ხომ მე ჟურნალისტი ვარ და ჩვენ რა ვიცი მთელი ცხოვრება მაგაზე ვწერთ როგორ რაღაც რამდენი ხარვეზი იყო საჯარო სამსახურებში ვინ რას ვერ აკეთებდა კარგად და უმეტეს შემთხვევაში ხედავთ მაგალითებს რომ საჯარო სამსახური ვერ ართმევდა საკადრისად თავის ამოცანებს და დასახულ მიზნებს. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს და უფრო ხალხზე და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული საჯარო სამსახურები მივიღოთ საბოლოო ჯამში. მე ვიტყოდი, რომ აი, როდესაც ესეთი ნება იქნება და ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ
უბრალოდ ტექნიკურად არ მიუდგეთ ამ საკითხს და უკან არ დავაბრუნოთ კონკრეტული ნორმები, ხო, ის რაც შეიცვალა, უკან არ გადავატრიალოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მგონია რომ ეგ ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა იქნება, ხო? დღეს რაც სჭირდება საჯარო სექტორს არის ის, რომ საფუძვლიანად შეაფასოს რა მდგომარეობაში იყო. მათ შორის საფუძვლიანად გადახედოს კანონს, რომელიც არეგულირებდა სექტორს, იმიტომ რომ მე მგონი გვანც ამახსენა ახალი კანონი, იმიტომ რომ გამჯდარი გვაქვს ეს და მე რაღა ახალიო დააყოლა და შესაძლოა კანონისთვის ეს არ იყოს რაღაც ძალიან დიდი ხანგრძლივობის, მაგრამ ესეთ განვითარებად გარემოში უკვე შეიძლება არ მოძველდა, არ ვიცით, ვერ გეტყვით. იმიტომ რომ თქვა თუ კი ამ ცვლილებებს არ გავითვალისწინებთ წინა პერიოდში, საინტერესო იქნებოდა გვენახა დეტალურად, როგორია პრაქტიკაში მისი შესაბამისობა, ხო, რა გვიჭირს, რა არ გამოვიდა, რა ვერ მოერგო ქართულ კონტექსტს, ხო, რისი გადახედვაა საჭირო. ამიტომ მე მგონია რომ როდესაც ეს ეტაპი დადგება, არ უნდა იყოს დაშვებული სტრატეგიული შეცდომა, რომ უბრალოდ ტექნიკურად გადავიტანოთ ისევ რაც იყო, არამედ უფრო საფუძვლიანად მივუდგეთ, გადავხედოთ ამ ყველაფერს და შემდეგ გავსაზღვროთ რა არის მიზანი. აი როგორი გვინდა რომ იყოს საჯარო სამსახური, საით მივდივართ, იმიტომ რომ აი მათ შორის დავუბრუნდები ისევ ევროკავშირთან ინტეგრაციას ერთ-ერთ კომპონენტში ზუსტად ამას გთხოვს, რომ აჩვენო, რომ შენ გაქვს დოკუმენტი, სადაც შენი მიზნებია გაწერილი, სადაც შენ იცი როგორია შენი მომავლის საჯარო სექტორი, ხო? და არ არის ის ჩაკეტილი რაღაც ვთქვათ ერთწლიან და ორწლიან გეგმებზე. მგონია, რომ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემთვის ასევე პრაქტიკიდან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მაღალ დონეზე ამ რეფორმას ყავდეს კოორდინატორი. კოორდინატორი და მაკოორდინირებელი ესეც ერთ-ერთი სტანდარტია, სადაც მაღალი რანგის ყველა სამინისტრო მაგალითად, ხო, ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირები კონკრეტულად საჯარო სამსახურის რეფორმაზე ისაუბრებენ, იმიტომ რომ ყოველთვის თუ კი ეს კოორდინაცია ჩვენ არ გვექნება, ადრე გვქონდა განსაზღვრული რომ დაქონოდა საბჭო, მაგრამ სამწუხაროდ არ გვქონდა პრაქტიკაში, ყოველთვის თუ კი ჩვენ ესეთი კოორდინაცია შიგნით არ გვექნება, მივიღებთ შედეგს, როდესაც იქნება ყველაფერი ფრაგმენტული. სადღაც გვექნება ძალიან წარმატებული მაგალითად საჯარო სამსახური პირობითად ეკონომიკის სამინისტროში და მეორე სამინისტროში იგივე რეფორმა ვერ ვიპოვით ამ რეფორმას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი კომპონენტი ვითარდებოდეს სხვა. მახსენდებოდა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს იქნებოდა სამომავლოდ. კი, გვანცა თქვენ. ხო, აბსოლუტურად ვიზიარებ ახლა კეთიმ რაც თქვა, იმიტომ რომ და თავიდან რითიც დავიწყეთ ზოგადად, ხო, საჯარო მმართველობით დავიწყეთ, ჩვენ ხო პირდაპირ არ დაგვიწყია დისკუსია საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, იმიტომ რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ დიდი მმართველობის ნაწილია. ხო, აი როცა ვიცით დიდი მმართველობა როგორი გვინდა, ხო, აი მერე შეიძლება გავარკვიოთ, როგორი საჯარო სამსახური გვინდა და მერე შეიძლება გავარკვიოთ ამ როგორ საჯარო სამსახურში, როგორი ადამიანები გვინდა, რა უნარები უნდა გქონდეთ, რა კომპეტენციები უნდა გქონდეთ, რა დაგჭირდება ახლა მომავალში, რა დაგჭირდება ცოტა შორეულ მომავალში, იმიტომ რომ აი გაციფრულება ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ, ხო? ჯერ ცოტა დიდი სურათი უნდა დავინახოთ, მერე საჯარო სამსახურიც დავინახოთ ამ დიდ სურათში, ეს შეიძლება იყოს ისევ კარიერული სისტემა, ეს შეიძლება იყოს პოზიციური სისტემა, ამას მნიშვნელობა ექნება მაშინ, როცა გავიგებთ რა გვინდა ზოგადად დიდი მმართველობისგან, რა ფორმა გვინდა და მერე უკვე ხო, ეგ აუცილებლად ეს პროცესი აუცილებლად ეგ უნდა გავიაზროთ. ამ სიტუაციაში მე სხვა შორის აი ჯიპას დისკუსიაზე ვახსენე, რომ პოზიტივი თუ შეიძლება უპოვო ამ პროცესს არის ზუსტად ეს, რომ უცებ აღმოჩნდა, რომ ბევრი პროცესი, მათ შორის საჯარო სამსახურის მოქმედ კანონშიც ცოტა ფორმალური ხასიათის იყო. ხო და ჩვენც რაღაც მიუყვებოდით ამას, რომ აი კი რეფორმა გვაქვს, პროცესები გვაქვს, შეფასება დავნერგეთ, მართალია ფორმალობა, იქ ორგანიზაცია გვაქვს, ისიც ცოტა შეიძლება ფორმალობა იყოს, მაგრამ ნუ აი რეფორმა მიმდინარეობს. აი ესეთი მიდგომა, იქეთ ის მაგიტო ვეთანხმები, რომ ეს უბრალოდ ეხა ჩვენ ეს ავდგეთ და ისევ ეს პირველი რანგი დავაბრუნოთ პროფესიულ საჯარო მოხელებს, ეს შეიძლება მოკლევადიანად უცებ გაკეთდეს, რომ დარღვეულ უფლებებში აღადგინო ადამიანები, მაგრამ როგორი გვინდა საჯარო სამსახური, ამას ცოტა უფრო დიდი ხედვა ჭირდება და მერე იმაზე შეთანხმება, რა სისტემა უფრო მოუხდება ამ დიდ ხედვას და მერე უკვე ადამიანებსაც უფრო მარტივად მოვძებნით, ხო? მოვძებნით გულისხმობ, აი უნარებს და კომპეტენციებს უფრო მარტივად მოვძებნით იმისთვის, რომ იმ დიდ ხედვას უპასუხოს ამ ხალხმა, ხო? სხვათა შორის
მარტო მოქალაქეები, თქვენ ახსენეთ, რომ მოქალაქეები ვერ ხედავენ ხშირად ბმას, ხო? მარტო მოქალაქეები არა, თვითონ საჯარო მოხელებსაც აქვთ ეს პრობლემა, რომ დაინახონ ბმა, რომ თუნდაც მათი ერთი წერილი, რომელიც გადის თითქოს არაფერი, რამხელა კავშირი აქვს საჯარო სამსახურის რეპუტაციასთან და საჯარო მართლობის დიდ სტრატეგიულ გეგმით, ანუ რა წვლილი შეაქვს, ანუ ამასაც ვერ ხედავენ, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ის ხედვაც არ არის მთლად ნათელი ამათთვის. ამიტომ ხო, ჯერ დიდი სურათით დავიწყებდი მეც და მე აქ უფრო ნათელი გახდებოდა, ხო? ამ მოქმედ კანონს რაც აქვს და ყოველთვის ვამბობდი ხოლმე შეხვედრებზე, რომ არის აი 2012 წლამდე 97 წლის კანონის ცოტა კომპლექსებზე დაფუძნებული ცვლილებებიც, ხო, რაღაცეები შეზღუდულია, იმიტომ რომ აი მაშინ მენეჯერები ესე იქცეოდნენ. აი ესეც არა მარტო არ უნდა შევცვალოთ ეს ავტომატურად რაღაც ნორმები, არამედ ამ შიშებშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, რომ აი მაშინ ესეთი რაღაც მოხდა. იმიტომ რომ ცოტა სისტემურად თუ ვიფიქრებთ, ეს პატარა კომპლექსები მე რაღაცნაირად უნდა გაქრეს ამ პროცესში, ხო? არის რაიმე საკითხი, რომელიც ამ თემაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია და მე ან გამომრჩა კითხვა, ან არ მიგვიქცევა. მგონი შევეხეთ, მაგრამ მაინც მინდა ვისარგებლო და ცოტა კიდე დავამატო იმასთან დაკავშირებით, რომ კი ბევრჯერ ვახსენეთ ახლა ევროკავშირი და მასთან ინტეგრაცია, მაგრამ აი მნიშვნელობაზე და ბარემ ამ მნიშვნელობით რომ დავასრულოთ, ხო? ამ როდესაც ვამბობთ ხო ევროკავშირთან ინტეგრაციას სამნიშნელოვანია როგორ უყურებენ ისინი საჯარო მმართველობას და რა არის საერთოდ საჯარო მმართველობა რატომ გვჭირდება და სად დაგვჭირდება როდესაც ასევე ვთქვათ პროცესი დაიწყება ჩვენი ქვეყნისთვის ხო თქვენი მსმენელისთვის ჩვენთვის შეიძლება კარგად იყოს ცნობილი რომ აი ხშირად გვესმის მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატი ქვეყნისთვის ხო და შეიძლება ბევრჯერ გვსმენია რომ ვთქვათ იხსნება მოლაპარაკებები სხვადასხვა ბლოკებით, თემატური ბლოკები და სხვა მიმართულებით შეიძლება იყოს ეკონომიკაში და ბაზარი, არ ვიცი, ჯანდაცვა, მარცხწესრიგი და ასე შემდეგ, ხო? სულ 6 თემატური მიმართულება აქვს ევროკავშირთან მოლაპარაკებას. 6 თემატური მიმართულების პირველი არის სახელწოდებით ფუნდამენტები. ესე ქვია პირდაპირ. და ამ ფუნდამენტებში კანონის უზენაესობასთან, ინსტიტუციებთან და ადამიანის უფლებებთან ერთად არის საჯარო მმართველობა. ანუ ეს არის ფუნდამენტი ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში და ქვეყნისთვის რომ ის გახდეს რაღაც ეტაპზე წევრი ევროკავშირის, ვისაც ამის სურვილი აქვს, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თავის მხრივ რომ ეს მოლაპარაკების ნაწილია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ცოტათი უფრო მაღლა იმ ყველა ქვეთავთან მიმართებით, რასაც ჩვენ გავივლით, ხო? იმიტომ რომ გამოიყო როგორც ფუნდამენტი და ზუსტად ეს არის მიზეზი, რატომაც ევროკავშირმა და კომისიის სხვადასხვა კომუნიკაციამ თქვა, რომ ეს არის თავი, რომელიც გაიხსნება პირველი და დაიხურება ყველაზე ბოლო. მე მგონი ესეც კარგად გამოხატავს მნიშვნელობას, რამდენად დიდია და რომ ჩვენ ვთქვათ დღეს რაზეც ვისაუბრეთ, არ არის მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, ხო? ეს საჯარო მმართველობის ნაწილია და საჯარო მმართველობის ნაწილი ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში ფუნდამენტია. ის არ იხურება უბრალოდ პირველი იხსნება და უკანასკნელად იხურება, როდესაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, ხო? მიზეზი რატო და ვთქვათ რომ შევაჯამოთ, მიზეზი რატომ დაერქვა ამას ფუნდამენტი, ხო? ევროკავშირისგან იყო ის, რომ სხვადასხვა დროს და არის ეს 93 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა ეტაპზე გაფართოების პოლიტიკის ნაწილია ბუნებრივია, ხო, გაფართოების სტრატეგიაში ჩაიწერა პირველად ეს. თქვენს აი ესეთი დაკვირვება გააკეთეს, რომ იმისთვის რომ ქვეყანა გახდეს ჩემი წევრი, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი ინსტიტუციური და ადმინისტრაციული მზაობა. უმარტივესად რომ ვთქვათ, სექტორმა უნდა შეძლოს აწიოს, ესე ვთქვათ, კანონების იმპლემენტაცია, ხო, უნდა შეძლოს ეკონომიკასთან მიმართებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. და ზუსტად აი ამ მზაობის სექტორს რამდენად შეუძლია და რამდენად მზად არის, რომ ევროკავშირში ეს ყველაფერი როგორც წევრმა გააკეთოს, აი ზუსტად ამას აფასებს, იმიტომ რომ ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დარგში და ყველა მიმართულებაში ფართო საზოგადოების მხარდაჭერას, მედიის, სამოქალაქო სექტორის, დონორების ყველას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს, თუმცა საბოლოოდ იმპლემენტატორი არის საჯარო სექტორი, საბოლოოდ უშუალო გადაწყვეტილებებს იღებს საჯარო სექტორი და ზუსტად ამიტომ ევროკავშირი აფასებს მის მზაობას. მზად არის ეს ადამიანები და ეს ჯგუფი, რომ ამას გაართვან თავის შესაბამისად ძალიან დიდია ამ კონტექსტშიც ამ ყველაფრის მნიშვნელობა.
კი, იმედია დაუბრუნდებით ევროკავშირისკენ გზას ისევ და ეს საკითხი გახდება უფრო დიდი საჯარო დისკუსიის საგანი, როგორი საჯარო მმართველობა გვინდა ქვეყანაში და რა მიზნები გვაქვს ამ მხრივ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. თქვენ უყურებდით აი გამოსავალს. დიდი მადლობა თუ აქამდე დარჩით და უყურეთ ბოლომდე ამ საუბარს. საუბრის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ Spotify-ის iFact-ის გვერდზე და კომენტარებში შეგიძლიათ დაგვიწეროთ თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ამ პრობლემისგან ან როგორი საჯარო სამსახური და საჯარო მმართველობა გნებავთ ქვეყანაში.